მოჭიქული ხაჭო, იგივე სიროკი. მოდით დავაგემოვნოთ და გავიგოთ რომელია მოჭიქული ხაჭო და რომელია მართლაც რომ სიროკი. ჩუდო საქართველოში ძალიან პოპულარული, სხვათაშორის ეს პროდუქტი საკმაოდ ცილას შეიცავს, მაგრამ ბოლომდე სასარგებლო იყოს არ ამგონია. გემრიელია. მგონი ვანილი ჯობია. კარგია. თან ფასიც დაბალია, აღარ მახსოვს რა ღირდა, მაგრამ კაია. შემდეგ იყოს ეს დათუნია ახატია, არ ვიცი რა არის, მარწყვის არომატით არის, საფრისუნი აქვს. ესეთია, ხაჭო და შიგნით რაღაცა მარწყვის ჯემივით აქვს, არ მომეწონა. აი მარწყვი ვისაც უყვარს, ალბათ იმას მოეწონება, მე მარწვის ნაყინიც არ მიყვარს. იქოს ამ არომატს ხელოვნურად იღებენ რაღაცეები. შეიძლება ყველაფერს ხელოვნურად იღებენ. გასაგებია. შემდეგი არის კოროვკა, ეს არის ძროხა, კოროვკის, ძროხოვკის სერიოზული სიროკი, ეს ხირდა 2 და 45 თუ 2 და 50. საკმაოდ ძვირია. სუნი კარგი აქვს, მგონი კარამელის არის თუ არ ვცდები. მე მომწონს. მინუსი ის აქვს, რომ ბოლოს მჟავე გემოდაკავს, ხაჭო არის. უფრო მჟავე, აი ეს მომეწონა. კოროვკა. ეს კარგია. შემდეგი ვნახოთ ტოპ სიროკ. იმენა სიროკებში არის ტოპი. ამასაც შუაში აქვს რაღაც შიგთავსივით ცალკე. არ მევასება. შოკოლადში, შოკოლადი და შიგნით კიდე შოკოლადი. უკვე ნამეტანია. ვისაც შოკოლადი უყვარს, ალბათ მოეწონება. რაღაცა ცუდი საშინელი გემო არ აქვს, საკმაოდ ნუყიერი ჩანს. ესეც უფრო სიროკისკენ არის, მართლა. აი ტოპ სიროკი. სიროკებში ტოპი. სევუშკუნი თუ საბუჩკუ რაღაცა არ აქვს მნიშვნელობა. ეცოდინებათ. ეს ორი არის ერთი და იგივე. ოდნავ მჟავე გემოდაკრავს ამას და რავი, აი მნიშვნელობა არ აქვს რომელ შეიძენ. რომ მითხრან 10 ცალი უნდა შეჭამო რომელიმე, ავირჩევდი ჩუდოს, იმიტომ რომ უფრო მსუბუქია. შემდეგი იქნებოდა ეს ორი. ამას ნამდვილად ვერ შევჭამდიაც, საკმაოდ მძიმეა რა. ავასრულოთ მარწვით, რომელიც არ მიყვარს.